che hanno passato, si è sentito quando è stato cantato l'inno, il poeta che c'è stato, è stato molto bello questo. E hanno sfruttato questo entusiasmo, noi ci siamo comportati molto bene come fase difensiva, non abbiamo concesso assolutamente niente per un'ora quasi, però onestamente abbiamo fatto un po' poco quando ripartivamo ai ripartamenti, ne abbiamo avuti parecchi di questi ripartamenti, però abbiamo combinato un po' poco. მინდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი ენთუზიაზმი დაიწყო თამაში, ენთუზიაზმი იგრძნობოდა 50,000 გულშემატკივარისგანაც, ასევე ფეხბურთელებისგანაც მოდიოდა ეს. აი ჰიმნის დროსაც ეს ჩვენიერი მომენტი იყო, ეს ყველანაირად ვიგრძენით თქვენი ენთუზიაზმი და მინდა ვთქვა, რომ პირველი 1 საათი ჩვენ დაცვაში ძალიან კარგად ვითამაშეთ. მაგრამ ალბათ ჩვენი ნაკლი უფრო შეტევაში იყო ამ თამაში, შეტევაში ალბათ რაღაცა გასაუმჯობესებელი გვაქვს. Poi invece il pericolo l'abbiamo corso veramente nel secondo tempo. Abbiamo messo in difficoltà, però ripeto, ha mancato, diciamo, dentro dell'area o vicino all'area l'ultimo tocco o quell'aggressività che dobbiamo avere dentro dell'area per aver fatto un gol. Mi dispiace, il risultato è brutto per noi, però a me piace quando una squadra, ripeto, ha la grinta, la voglia, il spirito di lottare per una partita come ha fatto oggi. ჩემი აზრით საქართველოს ნაკრებმა არც თუ შეხვედრა ჩაატარა, ჩვენ საკმაოდ კარგად დავიწყეთ თამაში, უფრო მეტიც ძალიან კარგი სისწრაფე ჰქონდა შეტევების განვითარების ფაზაში, საწყის პერიოდში. სამწუხაროდ დაგვაკლდა საჯერიმო მოედანში, საჯერიმო მოედნის სიახლოვეს, აი ეს ბოლო შეხება, ეს ბოლო პასი იმისთვის რომ წარმატებულად დაგვერტყა კარში და გაგვეტანა გოლი, აი ეს დაგვაკლდა ნამდვილად, ძალიან სამწუხაროა. რა თქმა უნდა, დამწუხრებული ვარ და უკმაყოფილო ვარ შედეგით, ვინაიდან შედეგი უარყოფითია ჩვენი ნაკრებისთვის, თუმცა მთლიანობაში თამაშს რაც შეეხება, არ მგონია რომ შეხვედრის განმავლობაში ძალიან დიდი განსხვავება ყოფილიყო ამ ორ გუნდს შორის, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ ძალიან კარგად ვიცით და ვიცოდით თუ რა დონის გუნდთან ჰქონდა საქმე იტალიის ნაკრების სახით. ყოველ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ შეხვედრის განმავლობაში თავიდან ბოლომდე ჩვენმა გუნდმა გამოავლინა მებრძოლის სულისკვეთება, საბრძოლო განწყობა და აი ეს მონდომება და ის ჟინი, რომელიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს ყველა გუნდს. გასანანია, რომ ვერ მოახერხეთ რეალური ხიფათის შექმნა მეტოქის კართან და უკმაყოფილოა, რა